კვადრატი არის წითელი კვადრატი ნატალურ რუკაში, მარტივი შესამჩნევია იგივენაირად, თუმცა ეს არის რთული კონფიგურაცია. ჩვენ ვსაუბრობთ აქ მაჟორულ კონფიგურაციებზე, მინორულზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, შესაბამისად ეს არ არის ერთადერთი კონფიგურაციები, ძალიან ბევრი კონფიგურაცია რუკაში დამალული, რომელიც არ ჩანს და არანაკლებ რთული არის რეალიზაციის მხრივ და ბევრი ნეგატიური მომენტი, ესე ვთქვათ, მოაქვს ცხოვრებაში. დიდი კვადრატის შემთხვევაში ეს არის რთული კონფიგურაცია, შესაბამისად დამუშავება არის ფაქტიურად პრაქტიკულად შეუძლებელი, შეიძლება თქვა, ანუ ხშირად ასტროლოგებს უწერიათ, რომ ეს არის კონფიგურაცია, რომელიც არ მუშავდება. სინამდვილეში რა თქმა უნდა მუშავდება, მაგრამ დამუშავება სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ეს ძალისხმევა არის, ანუ თეორიულად შესაძლებელია დამუშავება, პრაქტიკაში ვერ ხდება. მით უმეტეს თუ დიდი კვადრატის ამ კონფიგურაციაში თუ შედის ავიპლანეტები, თუ შედის სტელიუმები, მით უმეტეს თუ რამდენიმე პლანეტა დგას ყველა მიმართულებით, ან რომელიმე მიმართულებით ძალიან ართულებს სიტუაციას. თვითონ დიდი კვადრატი, რომ თითო პლანეტა რომ იდგას ყველა მიმართულებით, უკვე ნიშნავს იმას, რომ პრობლემას იწვევს, ართულებს ადამიანის ცხოვრებას 4 სხვადასხვა სფეროში, ყველაზე მინიმუმ, იმიტომ რომ ერთი პლანეტა რომელიც დგას იმ სახლში, უკვე ართულებს ამ სახლის სიტუაციებს, თუმცა თვითონ სახლის თემაც არის რამდენიმე და ის პლანეტა რომელიც დგას ამ კონკრეტულ სახლში ასევე მართავს სხვა რომელიმე სახლს და ამიტომ პოტენციურად დიდი ალბათობით შესაძლებელია არა 4 პრობლემასთან 4 სფეროში პრობლემასთან გქონდეს საქმე, არამედ 8 სფეროში პრობლემასთან, 8 სხვადასხვა სფეროში ეს ფაქტიურად მოიცავს თელს რუკას. და შესაბამისად, რაც უფრო მეტი ავიპლანეტები დგას ამ დიდ კვადრატში და რაც უფრო შეერთებები თუ არის, სტელიუმები თუ არის, ესეთ შემთხვევაში ბევრად უფრო გართულებულია ადამიანის ცხოვრება. ეს არის როგორც ესე ვთქვათ, ჯვარზე გაკრვის მომენტი, როდესაც ადამიანს ძალიან ბევრი სირთულეები აქვს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ტანჯვის გამოვლა უწევს. ეს ყველაფერი არის კარმული, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი კარმულია, ყველაფერი გადალახვადი არის, მაგრამ სჭირდება ძალიან ბევრი გააზრება, დაფიქრება, ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, თვითგანვითარება სჭირდება, რომ ადამიანმა მიიღოს ეს კონკრეტული სიტუაციები და იპოვოს გამოსავალი. ნორმალური მიდგომა ესეთი კონფიგურაციასთან არის მიღება ამ ყველაფრის და ესე ვთქვათ, ღირსეულად გადალახვა, იმიტომ რომ ეს არ არის ის კონფიგურაცია, რომელსაც შენ მაგალითად არ ხელს შეუშლი რამენაირად გამოვლენაში. ესეთი რამე ესეთ შემთხვევაში იშვიათად ხდება. ერთ-ერთი გამონაკლისი არის, როდესაც დადებითი პლანეტები დგანან, დადებითი პლანეტების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლენა იყოს ბევრად უფრო მარტივი, მსუბუქი და არ იქნება ისეთი რთული.